დამწუთებში ხმაურია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეის, რომელიც შარმელ-შეიხის მიმართულებით დილის 10 საათზე უნდა შესრულებულიყო, მგზავრები ამ დრომდე ელოდებიან. პრობლემის მიზეზებზე ოფიციალურ კომენტარს არც ავიაკომპანია და არც ტურ ოპერატორი აკეთებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს აეროპორტის ტერიტორიაზე. ახლა თამთა ჯანაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. თამთა, რა ხდება ამ წუთებში აეროპორტში? თვითმფრინავი, რომელიც შარმელ-შეიხში ზუსტად 10 საათზე უნდა გაფრენილიყო, ამ დრომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რჩება. აქ შეკრებილია 80-მდე მგზავრი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებით. მგზავრები კომპანია ინტერკონტინენტალს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ინტერკონტინენტალის წარმომადგენლებმა მგზავრთა მხოლოდ ნაწილი გააფრთხილა, რომ ფრენა ნაცვლად 10 საათისა შესრულდებოდა 3 საათზე, თუმცა 3 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსულმა მგზავრებმა აღმოაჩინეს, რომ ფრენა გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მიზეზით კვლავ გადაიდო. დაახლოებით 2 კვირის წინ შევუკვეთეთ ტური ინტერკონტინენტალში. გამგზავრება გადაწყვეტილი იქნა 6:26 ჩათვლით. სხვა მგზავრებისგან განსხვავებით ჩვენ მოვედით 3 საათზე, იმიტომ რომ შეგვატყობინა გუშინ საღამოს ტურმა, რომ გადაიდო რეისი და 10-ის მაგივრად გაფრინდებოდა 5 საათზე. მოვედით 3 საათზე რეგისტრაციისთვის და იმის შემდეგ ვივართ აქ, ჯერ არანაირი პასუხი. თუმცა ერთხელ გამოცხადა, რომ გაუქმდა რეისი, 15 წუთში გამოცხადა, რომ გაფრინდება 19 საათზე და იმის მერე არანაირი პასუხი აბსოლუტურად. 8 საათიდან აქ ვართ. და სად მოგზაურობთ? შარმელ-შეიხში. და რას გეუბნებიან ალბათ? აი, გვეუბნებიან 7 საათზე გაფრინდებით, 5 საათზე გაფრინდებით, ახლა გვეუბნებიან 15 წუთში იქნება პასუხი და ველოდებით პასუხს. რომელი კომპანიის? ინტერკონტინენტალის. მგზავრების ინფორმაციით ინტერკონტინენტალი მათ პირდებოდა, რომ მათ ფრენას უზრუნველყოფდა კომპანია Fly Georgia, თუმცა მოგვიანებით მგზავრებმა გაარკვიეს, რომ მათ ფრენა უნდა უზრუნველყო კომპანია Airzenas, თუმცა ამ დრომდე დაპირებად დარჩა. ჩვენ კვლავ ვცდილობთ დაუკავშირდეთ კომპანია ინტერკონტინენტალის წარმომადგენლებს და მათგან მივიღოთ ინფორმაცია, რამ შეუშალა ფრენის განხორციელებას ხელი. ეს ყოფილი პირდაპირ ჩართვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და თამთა ჯანაძე.